მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსერაზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას შევეხებით, რაც გულისხმობს ბავშვებში ეპილეფსიას. ეს არის ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს, მათ შორის ძალიან ბევრ ბავშვსაც. მშობლებში ეს დიაგნოზი ხშირად იწვევს შიშს, მათ უჩნდება ძალიან ბევრი კითხვები, როგორ დაეხმარონ თავიანთ შვილებს. რას ნიშნავს ეს დაავადება და იკურნება თუ არა ის. ვფიქრობ, ყველასთვის აუცილებელია ცოდნა და ყურადღება, რომ დროულად მოხდეს ამ დაავადების ამოცნობა და მისი მართვა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი სოფიო ბახტაძე. მოგესალმებით ქალბატონო სოფიო და მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში მობრძანებისათვის. პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ დღეს უნდა შევეხოთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო საკითხს და ვისაუბროთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ბავშვთა ასაკში. პირველ რიგში მინდა დაგისვათ კითხვა თუ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს რას ნიშნავს ეპილეფსია და რა არის ზოგადად ეპილეფსია. მოკლე მიმოხილვა რა. ეპილეფსია ეს გახლავთ ნევროლოგიური დაავადება, რომელიც თავისი გავრცელებით ერთ-ერთ ყველაზე უფრო ხშირ ნეიროპედიატრიულ დაავადებას მიეკუთვნება. ის დაახლოებით მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის დაავადებული აქტიური ეპილეფსიით. რას ნიშნავს აქტიური ეპილეფსია? ანუ ეპილეფსიით, რომელსაც ახასიათებს მიმდინარე გულყრები. ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, ეხლა ძალიან ესეთ სიღრმეებში და დეტალური დეფინიციისგან თავს შევიკავებ, რადგან ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი ჩვენი საუბარი, თუმცა თანამედროვე დეფინიციით ეპილეფსია ეს გახლავთ თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელი არის არაპროვოცირებული გულყრების არსებობა 24 საათიანზე უფრო დიდი შუალედით, ერთი არაპროვოცირებული გულყრა ამ ტიპის შუალედით, რომლის განმეორების რისკი შეადგენს 60%-ზე უფრო მეტს. ანუ მარტივად რომ თქვათ და გავამარტივოთ, ეს არის თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც თავის ტვინი ახდენს არაპროვოცირებული გულყრების გენერირებას და გარკვეულ შემთხვევებში ამ გულყრებს ყოველთვის არა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში აღნიშნულ გულყრებს შესაძლოა ჰქონდეთ ზეგავლენა ბავშვის კოგნიტური მოგეხსენებათ ნიშნავს შემეცნებით აქტივობაზე და ზოგადად გარკვეულ შემთხვევებში ეს ცალკე ჯგუფი გახლავთ ეპილეფსიების, რომელთაც განვითარებითი ეპილეფსიური ენცეფალოპათიები ეწოდება, ასეთ შემთხვევაში ზეგავლენას ახდენენ ბავშვის ფსიქომოტორულ განვითარებაზეც კი. რა ასაკში გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში ეპილეფსია და რა არის მისი ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზები? ეპილეფსია ნებისმიერ ასაკში შეიძლება ზოგადად შეგვხვდეს ნებისმიერ თქვა სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში დაბადებიდან ბიოლოგიურ სიკვდილამდეც კი. ცნობილია რომ ყველაზე უფრო ხშირად ის გვხვდება 1 წლამდე ასაკში, რაც განპირობებულია გარკვეულ შემთხვევებში თანდაყოლილი ინფექციების, მაგალითად არსებობს ასეთი ტორჩ ინფექცია, რომელიც ტოქსოპლაზმა, რუბელა, ციტომეგალოვირუს და ჰერპეს ვირუსს გულისხმობს. და ასევე, ეს უკვე ბავშვთა ასაკს არ მიეკუთვნება, მაგრამ ზოგადად ცნობილია, რომ ასევე ხშირია 65 წლის ზემოთ, რაც განპირობებულია ცერებროვასკულური დაავადებებით. შესაბამისად, ის ნებისმიერ ასაკში ვლინდება, რაც შეეხება მიზეზებს, ცხადია, მოზრდილებში მისი მიზეზი განსხვავდება ბავშვთა ასაკში არსებული მიზეზებისგან. მე მაგალითად ვახსენე ტორჩი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ეპილეფსიაზე როგორც თანმხლებ სიმპტომზე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მის განმაპირობებელ მიზეზთა შორის ბავშვთა ასაკში მაინც პირველ ადგილზე დგას სხვადასხვა ტიპის გენეტიკური ანომალიები და კლინიკური გენეტიკის განვითარება განაპირობა ის, რომ ყოველდღიურად თუ არა, ძალიან დიდი სიჩქარით და ძალიან დიდი ტემპით თანდათანობით იბადება, ასე ვიტყოდი, ახალი ეპილეფსიური სინდრომები, რაც როგორც აღნიშნე, კლინიკური გენეტიკის განვითარებით არის განპირობებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, ვინაიდან
თუ შესაძლებელი იქნება კონკრეტული გენური მუტაციის აღმოჩენა, ეს ყოველთვის არა, მაგრამ შემთხვევათა უმეტესობაში ჩვენ კლინიცისტებს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვიყენოთ ძალიან ზუსტი მედიკამენტი ამ კონკრეტული გენეტიკურად განპირობებული ეპილეფსიური სინდრომის მკურნალობის მიზნით, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზუსტად შერჩეული მედიკამენტი ახდენს როგორც გულყრების ვთქვათ მართვას, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის სიცოცხლის ხარისხზე ზოგადად. ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით მედიკამენტებზე უფრო ფართოდ რომ ვისაუბროთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი კრუნჩხვა შეიძლება იყოს ეპილეფსია, მათი ასე ვთქვათ გადმოსახედიდან. როგორ შეიძლება განვასხვაოთ, ასე ვთქვათ, სტანდარტული კრუნჩხვა ეპილეფსიისგან? თუ არის რაიმე განმასხვავებელი ნიშნები? ცოტა კორექტივ შემოვიტანდი თქვენს კითხვაში, სტანდარტული კრუნჩხვა ეპილეფსიისგან ცოტა სხვანაირ ფორმულირებას ვისურვებდი, აი როგორ უნდა მოვახდინოთ ეპილეფსიური გულყრების დიფერენცირება არაეპილეფსიური პაროქსიზმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გულყრა ყოველთვის მანდატორული ნიშანი გახლავთ ეპილეფსიის, მაგრამ გულყრა შეიძლება იყოს ეპილეფსიური და შეიძლება იყოს არაეპილეფსიური. მაგალითად, ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევები, ანუ რაღაცა გარკვეული ემოციური ფონის, სტრესის, ფიზიკური თუ ფსიქიკური გადაძაბვის ფონზე განვითარებული შეტევა. და ასეთი შეტევა მას წარსულში მოარულად ისტერიულ შეტევებს უწოდებდნენ, თუმცა ჩვენ ამჟამად ამ ტერმინს არ ვიყენებთ და ის სამედიცინო ტერმინი არ გახლავთ. აი ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების დიფერენცირება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია ეპილეფსიური გულყრისგან. აი ეს ფსიქოგენური შეტევები ძალიან ხშირად გვხვდება პუბერტაციის ასაკის პერიოდის ბავშვებში. ის თითქმის არასდროს გვხვდება, თქვათ, შვილობის დროს არასდროს და ძალიან იშვიათია, თქვათ, ადრეული ბავშვობის პერიოდში. რაც შეეხება განსხვავებას, ეს არ გახლავთ ადვილი საკითხი, არც კლინიცისტისთვის და არც, თქვათ, მშობლისთვის, თუმცა დღეს უკვე სმარტფონებმა გარკვეულწილად გაგვიადვილა ეს დიაგნოსტიკური პროცესი, ვინაიდან მშობელი ჩვენ ხშირად გვაწვდის ვიდეო მასალას ტელეფონით ჩაწერილს, თქვათ, ამა თუ იმ შეტევის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ბავშვთა ნევროლოგები მივმართავთ ყოველთვის ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას, ეს გახლავთ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა, ანუ EEG, მოკლედ რომ თქვა და EEG კვლევის საშუალებით ხდება დიფერენცირება იმისა, პაროქსიზმი ეპილეფსიურია თუ არაეპილეფსიური. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად EEG კვლევაც, რუტინული EEG კვლევა, ანუ 20 წუთიანი, 25 წუთიანი EEG ჩანაწერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოვახდინოთ ეპილეფსიური და არაეპილეფსიური პაროქსიზმების დიფერენცირება და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად ჩვენ გვჭირდება გახანგრძლივებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის ჩატარება ვიდეო მონიტორინგით, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მაგალითად 24 საათიან ელექტროენცეფალოგრაფიულ ჩანაწერზე მოვახდინოთ როგორც ღვიძლის, ასევე ძილის EEG ჩანაწერის რეგისტრირება ვიდეო მასალასთან ერთად და ხშირად გვეძლება საშუალება უშუალოდ შეტევის მომენტში მოვახდინოთ როგორც კლინიკური გამოვლინების რეგისტრაცია, ასევე ბიოელექტრული გამოვლინების რეგისტრაცია, რაც უკვე ნამდვილად უტყუარ საფუძველს წარმოადგენს ვალიდური დიაგნოზის. აი ეს არის მოკლედ ის ალგორითმი, რომელსაც ჩვენ ეპილეფსიის დიფერენციული დიაგნოზისთვის ვიყენებთ არაეპილეფსიური პაროქსიზმებისგან. მშობლებს შესაძლოა გაუჭირდეთ ეპილეფსიური, ასე ვთქვათ, შეტევის ამოცნობა. თუ არსებობს გულყრის გარდა რაიმე კონკრეტული ინდიკატორი, რასაც შეიძლება მიაქციოს ყურადღება მშობელს? გულყრა, როგორც მოგახსენეთ, აუცილებელი ნიშანი გახლავთ ეპილეფსიის და ეხლა მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დეტალები დროსაც ბევრს წაიღებს და შეიძლება არ იყოს მაყურებლისთვის საინტერესო, პირობითად ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს, მაგრამ უტრირებას ვახდენ, პირობითად გულყრა შეიძლება იყოს კრუნჩხვითი, ანუ მას ჰქონდეს მოტორული გამოვლინებები, მაგალითად ტონური, დაჭიმვით მიმდინარე, კლონური, აი კანკალის მსგავსი შეტევით მიმდინარე, მიოკლონური შეკრთომით მსგავსით მიმდინარე, ატონური, ანუ აი კუნთა ტონუსის დაკარგვით, ასე ვთქვათ მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს მოდუნებით მიმდინარე შეტევები, ტონურ-კლონური, როდესაც ჯერ დაჭიმვით, ანუ ტონური კომპონენტით მიმდინარეობს, შემდეგ კლონური კომპონენტი ახლავს, შემდეგ ორივე ერთად და ასეთ ევოლუციას განიცდის გულყრა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს დიდი ჯგუფი ეპილეფსიებისა ბავშვთა ასაკშიც და მოზრდილთა ასაკშიც, მაგრამ ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით აქტუალურია ამ ტიპის ეპილეფსიას გახლავთ
აბსანს ეპილეფსია. და აბსანს ეპილეფსიისთვის დამახასიათებელია ყოველთვის არა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში, რომ ის არ ვლინდება კრუნჩხვით. ანუ მაგალითად ის შესაძლოა გამოვლინდეს ესეთი წამიერი მზერის ფიქსაციით, გარინდებით, მშობლისთვის და მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წამი გაგრძელდეს და აი ამ ტიპის გულყრის ამოცნობა ხშირად მშობელს ძალიან უჭირს და ჩვენ სამწუხაროდ მოგმართავენ მაშინ, როდესაც აი ეს შეტევა იღებს სტატუსურ მიმდინარეობას. ანუ აღინიშნება აბსანსის შემთხვევაში სტატუსზე ვსაუბრობთ, თუ ის გრძელდება 15 წუთზე უფრო დიდხანს, ანუ აღინიშნება გახანგრძლივებულად 15 წუთი და მეტი. ამ ეტაპზე მოგმართავენ ჩვენ. ძირითადად რა ნიშნებითაც შეიძლება მშობელმა ამოიცნოს გულყრა, ეს თუ მოტორული, ანუ თქვა მოტორული ფენომენებით ვლინდება, არ გახლავთ რთული, ნუ აბსანსი მოგახსენეთ, რომ თუ მშობელი ხედავს, რომ ბავშვი წამიერად ირინდება და იმ მომენტში მასთან კონტაქტის დამყარება შეუძლებელია და გულყრის მომენტი მას არ ახსოვს, როდესაც მშობელი ეკითხება თუ რა დაგემართა, ის ვერ პასუხობს და ვერ აღწერს ამ მომენტს, შესაძლოა ეჭვი მიიტანოს. თუმცა არსებობს კიდევ ფოკალური შეტევების შეცვლილი ცნობიერებით და არსებობს კიდევ კოგნიტური და ვეგეტატიური გულყრები, რომელიც ვთქვათ, კოგნიტური გამოვლინებებით ვლინდება, ან ვეგეტატიური, რომელიც ვთქვათ, ვეგეტატიური გამოვლინებებით ვლინდება და მშობლისთვის არც თუ ისე ადვილი გამოსაცნობია. ამიტომ მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ არის ეგრეთ წოდებული კონვულსიური, ანუ კრუნჩხვითი, ანუ მოტორული ფენომენები, მაშინ ყველა შემთხვევაში თუ მშობელი ამჩნევს, რომ თითქოს და ბავშვი უჩვეულოდ, უცნაურად იქცევა, თითქოს და ის აქ არ არის, სადღაც პარალელურ სამყაროში ოცნებობს, მაშინ ყველა ასეთ შემთხვევაში ცხადია დიაგნოზს ეს ვერდიქტის სახით ვერ გამოვიტანთ, მაგრამ უნდა მიმართონ ბავშვთან ნევროლოგს და ის უკვე შემდგომ დიფერენცირებას მოახდინოს, ეს ნამდვილად გულყრა, ანუ ნამდვილად ეპილეფსია თუ რაღაცა სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ხშირად გვსმენია ფებრილური გულყრის შესახებ, რომელიც ცხელების ფონზე ვითარდება. არის თუ არა ფებრილური გულყრა ეპილეფსია და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ ეტაპზე? ეს საკმაოდ კომპლექსური მდგომარეობა გახლავთ. ფებრილური გულყრა ასაკდამოკიდებული მდგომარეობა და ის სკოლამდელი ასაკის ჯამრთელი ბავშვების 20%-ში აღენიშნება. რადგან გულყრა ეწოდება, ის ეპილეფსიათა ჯგუფს მიეკუთვნება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფებრილური გულყრა ეპილეფსია არ გახლავთ, ეს არის თავის ტვინის, ასე ვთქვათ, რეაქცია ცხელების მიმართ. ფებრილური გულყრა პირობითად ორი ტიპის შეიძლება იყოს. მარტივის შემთხვევაში, ხა დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებზე აქ არ ვისაუბრებ, მარტივი ფებრილური გულყრის დროს ყველა შემთხვევაში პაციენტმა ბავშვმა უნდა მიმართოს თუ ბავშვთა ნევროლოგს არა, პედიატრს მაინც, ზოგად პედიატრს ან ოჯახის ექიმს. ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმის და პედიატრის მიერ ადვილად ხდება ფებრილური გულყრის მართვა. ხა რას ეფუძნება ეს მართვა? ეს ეფუძნება და მისი პრინციპი გახლავთ პრევენცია შემდგომი გულყრებისა ოღონდ ცხელების დროს. ფებრილური გულყრა ეპილეფსია არ გახლავთ, არ მინდა მშობლები შეშინდნენ, არ არის სავალდებულო და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება, რომ ფებრილური გულყრის მქონე ბავშვს განუვითარდეს ეპილეფსია. თუმცა მოუწოდებ მშობლებს, რომ თუ ბავშვს ანამნეზში ერთი ეპიზოდი მაინც ჰქონდა ფებრილური გულყრის, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რათა მან ადეკვატურად და დროულად წარმართოს აღნიშნული პრევენციული მკურნალობა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამ შემთხვევაში მშობელი, როდესაც ბავშვს განუვითარდება გულყრა. და ასევე ამავდროულად რა არის ის პრობლემები, რასაც აწყდებიან მშობლები ამ ეპილეფსიური შეტევის მართვის დროს. ყველაზე ხშირად რასთან გვაქვს საქმე? იცით, თუ ეს პირველი შეტევაა, მაშინ ერთადერთი რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს, ეს გახლავთ ის, რომ ბავშვს მისცეს სწორი პოზა. არც ერთ შემთხვევაში ბავშვი არ უნდა დატოვოს ზურგზე, ანუ ჰორიზონტალურ მწოლიარე მდგომარეობაში უნდა იყოს ბავშვი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ზურგზე, ვინაიდან ენამ შეიძლება მოახდინოს სასულის, ანუ ტრაქეის კომპრესია და განვითარდეს ასპირაცია. ამიტომ ყველა შემთხვევაში ბავშვი უნდა მოვათავსოთ გვერდზე.
მარცხენა მხარეს ან მარჯვენა მხარეს. სასურველია მარცხენა მხარეს, თუმცა მარჯვენა მხარესაც შეიძლება მოვათავსოთ. ანუ მივცეთ სწორი პოზა. აუცილებლად მას უნდა შევუხსნათ ყველა, ვთქვათ, ის ჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც სხეულის ზედა ნაწილში შეიძლება ბავშვს ჰქონდეს იმისთვის, რომ გავანთავისუფლოთ სასუნთქი გზები. რა არის დაუშვებელი და ეს არ გახლავთ აბსოლუტურად ჩემი ფანტაზია, ნამდვილად ამას მშობლები დღესაც ძალიან ხშირად სამწუხაროდ ძალიან ხშირად მიმართავენ. დაუშვებელია პირის ძალდატანებით გაღება. ვინაიდან ხშირად გუყრას თან ახლავს ყბის კუნთების, საღეჭი კუნთების ტონური შეტევა, რაც იწვევს ტრიზმს და თუ მშობელი შეეცდება და როგორც მოგახსენეთ ასეთი შემთხვევები ჩვენ გქონია რომ თქვათ კოვზის ტარით ან რაიმე ჯოხით ძალდატანებით გაუღოს ბავშვს პირის ღრუ, ძალიან ხშირად ამ დროს ხდება კბილების ჩამსხვრევა, ტრავმატიზაცია და ასეთი ბავშვები ხშირად მოყავთ ჩვენთან ემერჯენსში ჩამსხვრეული კბილებით. და რას ემსახურება ეს ასე ვთქვათ მანევრი იმას რომ დაუჭიროს მშობელმა ენა. ეს როგორც მოგახსენეთ ამის საჭიროება არ იქნება თუ ბავშვს მივცემთ შესაბამის პოზას. ამ დროს პოზასთან ერთად რასაც ვაკეთებთ ეს არის ის რომ აუცილებლად ჩვენ ვაძლევთ მშობლებს ამის რეკომენდაციას რომ უნდა დაურეკონ და მიმართონ სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს რათა სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მოვიდეს და შემდეგ უკვე სასწრაფო დახმარების ექიმებმა მართონ პაციენტი ვიდრე ის კლინიკაში შემოვა. ხა მედიკამენტების დასახელებისგან ცხადია თავს შევიკავებ, ეს არ იქნება სწორი, ერთადერთი მშობელს შეუძლია ეს. რაც შეეხება თუ ანამნეზში ქონდა გუყრა ბავშვს, ასეთ შემთხვევაში მშობელი ალბათ მშობელმა მიმართა ბავშვთან ნევროლოგს, ბავშვი იღებს ანტიეპილეფსიურ მედიკამენტს, მაგრამ რჩევის სახით მინდა მივცე, რომ ერთი ან რამდენიმე ანტიეპილეფსიური მედიკამენტის ფონზე თუ გუყრა მაინც აღენიშნება ბავშვს, ნუ ცხადია პოზა იგივეა, როგორც თქვი, მაგრამ აუცილებლად ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართონ ექიმს, ვინაიდან ბავშვთან ნევროლოგს, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს რეზისტენტული გულყრები, ანუ გულყრები, რომელიც ძნელად ან საერთოდ არ ემორჩილება ანტიკონვულსიურ მკურნალობას. ამიტომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალურად შეარჩიოს ბავშვთან ნევროლოგმა ანტიეპილეფსიური მედიკამენტი, ასეთ შემთხვევაშიც მშობელმა უნდა მიმართოს ბავშვთან ნევროლოგს. ეს გახლავთ ერთადერთი, რაც სახლის პირობებში მშობელს შეუძლია გააკეთოს. თქვენ ისაუბრეთ მედიკამენტურ მკურნალობაზე და ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში, რა თქმა უნდა, განვითარებასთან ერთად ეს მკურნალობის სახეები იხვეწება. დღევანდელი მონაცემებით, რამდენად მართვადია ეპილეფსია მკურნალობის სახით და რა შეიძლება მედიკამენტურ მკურნალობას გვერდითი ეფექტები ჰქონდეს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტით. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ჩამონათვალი ძალიან დიდია საბედნიეროდ და რაც დრო გადის უფრო და უფრო იხვეწება ფორმულა. ანტიეპილეფსიური მედიკამენტების სწორად შერჩევა, ეს ცხადია ექიმის კომპეტენცია გახლავთ, მაგრამ არც თუ ისე ადვილია, ვინაიდან შემთხვევათა 20 დაახლოებით 20%-ში როგორც მოგახსენეთ, ეპილეფსია რეზისტენტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ემორჩილება არც ერთი ან არც რამდენიმე ანტიეპილეფსიური მედიკამენტით კომბინაციით მკურნალობას. ნუ ასეთ შემთხვევაში არსებობს ექიმი მიმართავს ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებს, მაგალითად კეტოგენურ დიეტას, გენერალიზებული გულყრების შემთხვევაში, ან განიხილება საკითხი ეპილეფსიის ქირურგიისა, ფოკალური ეპილეფსიების შემთხვევაში და საბედნიეროდ თანდათანობით ამ თვალსაზრისით საქართველოში უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. თუ ორი ანტიეპილეფსიური მედიკამენტით ეპილეფსია არ ემორჩილება მკურნალობას, მას რეზისტენტული ეპილეფსია ეწოდება და ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ალტერნატიული ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებთან ერთად ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაზე. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ცხადია ყველა მედიკამენტს გარკვეული სპექტრი გვერდითი მოვლენებისა გააჩნია, ხა ცხადია ყველა მათგანის გვერდით მოვლენას გავრცელებულს ვერც დავიმახსოვრებ და არც უნდა ვიცოდე და ვერც ჩამოვთვლი, თუმცა არსებობს ის გვერდითი მოვლენები, რომელიც კონკრეტული ერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტის მიმართ ჩვენთვის, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ნაცნობია, ჩვენ ამ საკითხზე ყოველთვის კონცენტრირებულნი ვართ, თუმცა მშობელს არ ვუმახვილებთ ყურადღებას, მაგრამ რომ ყოველთვის, როდესაც მოგეხსენებათ ნებისმიერი დაავადების დროს მედიკამენტი ინიშნება, სასწორის ერთ მხარეს დგას
მედიკამენტის გამოყენების რისკი, მეორე მხარეს სარგებელი. ყოველთვის ეპილეფსიის მკურნალობის დროს ანტიეპილეფსიური მედიკამენტის გამოყენების სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ რისკს, რაც მას გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ სერიოზულ გვერდით მოვლენებს არასდროს ველოდებით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში თუ განვითარდა, ეს არის მართვადი და ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაწონის იმ ზიანს, რაც ეპილეფსიამ როგორც დაავადებამ შეიძლება ბავშვს მიაყენოს. ასევე გავამახვილოთ ყურადღება თუ რა უნდა გაითვალისწინოს მშობლებმა მედიკამენტის მიღების პირობებშიც კი დამატებით რა უნდა განახორციელოს ბავშვის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, ვინაიდან ერთის მხრივ აღნიშნე, რომ ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ის თუ როგორ შეარჩევს და რამდენად ზუსტად შეარჩევს ის ანტიეპილეფსიურ მკურნალობას, მაგრამ მშობლის როლიც დამერწმუნეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ გარემოზე, რა გარემოშიც უნდა იმყოფებოდეს ეპილეფსიით დაავადებული ბავშვი, ამას ჩვენ ყოველთვის ამ ტიპის რეკომენდაციას მშობელს ვაძლევთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძილს. ძილი ეს არის ქვაკუთხედი წარმატებული მკურნალობის, რაც არ უნდა ზედმიწევნით კარგად შეარჩიოს ბავშვთა ნევროლოგმა ანტიეპილეფსიური მედიკამენტი, თუ ძილის რეჟიმი ბავშვს დარღვეული აქვს, ყოველი ეს მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი იქნება ფუჭი. და მეცაც გეტყვით, ძილის დარღვევას ჩვენ ხანდახან ხელოვნურადაც კი ვიწევთ, ამას პირდაპირ ასევე ეწოდება ძილის დეპრივაციის მეთოდი, იმისთვის რომ როდესაც ვეჭვობთ, რომ ადგილი აქვს ეპილეფსიას და ჩვენ ელექტროენცეფალოგრაფიულ ჩანაწერზე შესაბამის კორელანტს ვერ ვნახულობთ, ვიყენებთ პროვოკაციულ ტესტებს და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ძილის დეპრივაცია. ჩვენ მშობელს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვი არ გამოაწინოს. ანუ წინა დღეს, ვიდრე ჩანაწერს გავაკეთებთ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის, არასაკმარისი ძილი ჰქონდეს ბავშვს. იმდენად მნიშვნელოვანია ძილის დარღვევა ეპილეფსიის ხელშეწყობის საქმეში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე გამოსხივებას, რომელსაც ბავშვი ეკრანიდან იღებს. აქაც არსებობს პროვოკაციული ტესტი, ფოტოსტიმულაცია, როდესაც ჩვენ ესეთი ფოტოსტიმულატორის სტრობოსკოპი არსებობს, რომელზეც სხვადასხვა სიხშირის სინათლეს ფოტოსტიმულაციას ვაწვდით ბავშვს, ვინაიდან ესეთ მაპროვოცირებელი ტესტია გულყრის გამოწვევის, შესაბამისად ეკრანი, რომელიც ლურჯ გამოსხივებას შეიცავს, ესეც გახლავთ მაპროვოცირებელი საშუალება ეპილეფსიური გულყრისა და ისევ ენერგეტიკული სასმელები, რომელიც სულ ახლახანს დაიდო გარდა იმისა, რომ თურმე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც მოუმწიფარი სისხლის უჯრედების განვითარებას, გამრავლებას უწყობს ხელს და ლეიკემიის ხელშემწყობია, თურმე ერთ-ერთი ბოლო კვლევა ეს ენერგეტიკული სასმელები ამ ძალიან დიდი ნაკლის გარდა ფლობენ იმას, რომ მათ სტიმულაციური ეფექტი გააჩნიათ, შეიცავენ დიდი რაოდენობით კოფეინს და სხვადასხვა არასასურველ ამგზნებ ნივთიერებებს, რომელთაც გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორის როლი შეიძლება შეასრულონ ეპილეფსიის აღმოცენებაში. ასევე ვისაუბროთ თუ რამდენად ხშირია ეპილეფსიისგან სრულად განკურნება და თუ არის ასეთი შემთხვევები, რომ პაციენტები სრულად იკურნებიან ეპილეფსიისგან. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ამას ემსახურება თანამედროვე ეპილეპტოლოგია, მე მოგახსენეთ, რომ 80%-ში ეპილეფსია მართვადია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისი პრინციპები აქვს ანტიეპილეფსიურ მკურნალობას, ის საკმაოდ ხანგრძლივია და შრომატევადია, რთული გზა არა მარტო მშობლისთვის, არამედ ექიმისთვისაც, მაგრამ 80%-ში ის ბავშვთა ასაკში ის ექვემდებარება სწორად შერჩეულ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას. გადაცემის ბოლოს კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ მთავარ გზავნილებზე, რასაც გადასცემთ იმ მშობლებს, თუნდაც ვის შვილებსაც დაუდგინდა ეპილეფსია და რა უნდა გაითვალისწინონ ამ რთული გზის განმავლობაში. უპირველეს ყოვლისა მიმართავ, რომ ეს არ არის განუკურნებელი დაავადება, ის სტიგმა, რაც არსებობდა ეპილეფსიის შესახებ, დამსხვრეულია და აღარ არსებობს, ის არის ისეთივე რუტინული და მართვადი დაავადება, როგორც მაგალითად თუნდაც ბანალური რომელიმე ვირუსული ინფექცია. მთავარი მშობლების მხრიდან არის ის, რომ მე რაც უკვე ვთქვი, თუ შეამჩნევენ არა მხოლოდ კრუნჩხვით, ვთქვათ, ანუ მოტორულ აქტივობას თავიანთი შვილების მხრიდან, არამედ თუნდაც რაიმე უცნაურ და შეცვლილ ქცევას, გარინდებას და ასე შემდეგ, იმას, რაც მანამდე ბავშვისთვის ჩვეული არ იყო, ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს და გამოცდილი ბავშვთა ნევროლოგის მიერ გაწეული დახმარებით აუცილებლად მშობლები შეძლებენ ამ საკმაოდ
რთულად მართვადი დაავადების დაძლევას. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ გარემოს ოჯახში და სკოლაში ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ეპილეფსიის მქონე ბავშვი არის აბსოლუტურად ისეთივე ბავშვი, როგორც ეპილეფსიის არ მქონე მისი თანატოლი და რაიმე სტიგმის შექმნა და რაღაცა ესეთი სტერეოტიპის დამკვიდრება, რომ ის განსხვავებულია თავისი თანატოლისგან, უბრალოდ არასწორი გახლავთ. მადლობას გიხდით ქალბატონო სოფიო ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის და ვფიქრობ ჩვენს მაყურებლებს ძალიან მოეწონებათ და სასარგებლო იქნება მათი ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რომ გამოიყენონ. მინდა მადლობა მოუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებლებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი პროექტისა და ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერისათვის. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ მოწვევისთვის.